ბატონო მამუკა მოგესალმებით. მოდით უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ იმ მოვლენებით, იმ პროცესებით, რომლებიც წინ უძღოდა 9 აპრილს. დიდი მადლობა მოწვევისათვის და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. იმიტომ რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით შვიდი ანალიტიკური რაღაც საუბარი შემეცნებითი თუნდაც სამწუხაროდ არ მიდის, უფრო მეტად ემოციურ ფონში ვართ ჩართულები, არადა თუ არ განვიხილავთ ამ საკითხებს, არ შევაფასებთ ამ საკითხებს, ჩვენ ბუნებრივია ხვალ იგივე შეცდომებს დავუშვებთ. ჩვენი თაობისთვის 9 აპრილი ცოტა ადრე დაიწყო, როდესაც დისიდენტური საქმიანობაში ჩავერთვეთ, როდესაც ორგანიზებული ჯგუფების შექმნა გადავწყვიტეთ, რამაც ყველაზე მაქსიმალურ პიკს მიაღწია 88 წლის ნოემბრის შიმშილობის დროს. ეს იყო სრულიად მოულოდნელი ხელისუფლებისთვისაც, მით უმეტეს, როდესაც ქართველმა ერმა მიუხედავად იმისა, რომ იქაც შიდა დაპირისპირებები იყო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ჩვენ მოვახერხეთ ერთიანი აქციის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივით დაიწყო საბოლოო ჯამში 29 ნოემბერს ერთობის მიტინგი ჩატარდა. აი ამან საბოლოოდ გამოიყვანა რეჟიმი, საბჭოთა რეჟიმი წყობიდან და უკვე დაიწყო იმ ბერკეტების სამუშაოება, რომელიც თავის დროზე ჩადეს. ისე როგორც აფხაზეთის ავტონომია, ცხინვალის ავტონომია, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფები, აი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ეკონომიკა, რომ რუსთავში ნედლეული უნდა წამოსულიყო ნოვოსიბირსკიდან, ჩვენი ნედლეული უნდა წამოსულიყო ჩიმკენტიდან, სადღაც რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ თუ დაიწყებოდა დეზორგანიზება, ავტომატურად ჩვენ აღმოჩნდებოდით ეკონომიკური კოლაფსის ქვეშ. ყველა რესპუბლიკა ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი, რა თქმა უნდა, იყო აფხაზეთი და ცხინვალი და აი ამ სუსტ ემოციურ მაშინ დაიწყეს ამის წინა პლანზე წამოწევა. რა შეგვეძლო გაგეკეთებინა ჩვენ ამ სიტუაციაში, როდესაც სამწუხაროდ ის ვინც უნდა ყოფილიყო ჩვენი მთავარი პარტნიორი, ის არ გველაპარაკებოდა ამ თემებზე. ამ შემთხვევაში ხელისუფლება მყავს მხედველობაში, მიუხედავად იმასთან, რომ ბევრ პიროვნებასთან ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა. ადამიანური ურთიერთობები ხშირადაც ხვდებოდით ერთმანეთს, საქართველოს მოგეხსენებათ ვიღაც ბიძა, ვიღაცაც ფილია და ასე შემდეგ, რომ ვერ შედგა პოლიტიკური კონსენსუსი. ვერ მოხდა ქართული პოლიტიკური აზრის კონსოლიდირება. და თუ კი რამე ისე ვერ განვითარდა, როგორც ჩვენ გვსურდა, ეს უპირველეს ყოვლისა იმის დამსახურებაა, რომ ტერი ვყავდა შესაბამისი, რომელიც მზად იყო ნებისმიერ რამეზე წასულიყო, მისთვის ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენდა და მეორე, ჩვენ ახალგაზრდები ჯერ კიდევ გამოუცდელები, ბუნებრივია ჩვენი თავის მასწავლებლები ვიყავით და აქედან გამომდინარე ეს შეცდომები იყო დაშვებული, მაგრამ პრინციპული ასე ვთქვათ შეცდომა არ დასმულა, არ დაგვიშვია, იმიტომ რომ აი ამ ეთნო კონფლიქტების გაჩაღებას, რომელიც ჩვენს გარშემო ყველგან არის, მოლდოვაში უკეთაწყებულია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ცენტრალური აზია, ერთადერთი რაც შეიძლება გადაგვერჩინა, ეს იყო დამოუკიდებლობის იდეის წინაპლანზე წამოწევა და აი ეს მოხდა კიდევაც. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია პაუზა მისი უწმინდესობის სიტყვის შემდეგ. რა თქმა უნდა, თქვენ მის გვერდით ბრძანდებით აუცილებლად ამას საინტერესო. რომელიც თითქოს ახლა კადრებს რო გადაახევთ, დიდი ხანი არ გრძელდება, მაგრამ იქ ყველა ჩვენგან საუკუნე ეგონა. საუკუნე ეგონა, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანი იმ პაუზის დროს, იმ სიჩუმის დროს, ყველა ჩვენგანმა მივიღეთ ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. არავინ არავის არ გაკიცხავდა თუ წავიდოდა. პირიქით მიკროფონიდან მოუწოდებდნენ რომ წადით. მაგრამ არავინ არ დაძრულა, რატომ? იმიტომ რომ სწორედ ეპოქის გადაწყვეტილება, ესეა ჩვენ თაობის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და ბუნებრივია შესაბამისად
ის საქმე წარმატებით დაგვიგვირდა, მაგრამ სამწუხაროდ რა თქმა უნდა ასეთ დიდ საქმეს ხერხი მოყვება, თუმცა ჩვენ დასკვნა მაინც ვერ გავაკეთეთ. იმიტომ რომ ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. აი საინტერესო არის და ზუსტად იმ მიმართვის შემდეგ, აი როდესაც სიტყვით ესე ვთქვათ მიმართა იქ მდგომებს, იმის შემდეგ რა ხდება? გადმოვიდა ხელისუფლებიდან, გახსოვთ რომ ისინი რო არის კოლონები, ის მილიცია იდგა. იქიდან მოვიდა ერთ-ერთი ჩინოვნიკი და მის უწმინდესობას შესთავაზა კორდონს იქით გასვლა მოსალაპარაკებლად. პარლამენტის შენობაში. პარლამენტის შენობაში, აი თაღებში. ნუ უწმინდესობა მithობდა წავედით, იყო რამოდენიმე სასულიერო პირი და მე და იქ შეხვდა ერთი ადამიანი, რომელმაც შესთავაზა მესამე სართულზე ავიდეთ. ვინ იყო, ვინ ელოდებოდა ეს, მას არ უთქვამს. ესე იგი უთხრა რომ ახლა არ არის ამის დრო. ახლა მივიღოთ ოპერატიული გადაწყვეტილება, ნუ ამ სიტყვებით არ თქმულა, რა თქმა უნდა. და გადაეციო, ჩამოვიდნენ და ერთად გადავიდეთ გაშვეთში. და ბოლო-ბოლო ეს ხალხიო ცნობის მოყარეობის გამო მაინც გადმოყვება. ის კაცი შევიდა, ჩამოვიდა, არა ზემით ამოდიდა, ნუ პატრიარქი მიხვდა რომ გარიდება უნდათ. ახლა მოიძენ ჩემთან წარმომადგენლები, რომელთაც მithქვეს, რომ ეს საშიშროება რეალურია. და მე არ მქონდა არ მოსულიყავი ეხლა და თქვენთან ერთად არ ყოფილიყავ. აი ამ მომენტში, ახლა როგორ წარმოსადგენია მისი უწმინდესობა, ვის მას იცნობს, ეს ჩემ თვალწინ ხდება, შეიძლება გადაღებულიც არის ეს ყოველივე, ეს კამკაც მოკიდა ხელი, გაწია გვერდით, აი ფიზიკურად გაწია გვერდით, ის არ უშვებდა. და წამოვიდა მოშემშილეებისკენ, მილიციამ ვერ აკადრა შეჩერება და თუ არ გამოვიდა ის, რომ როგორც ღვაწმოსილი მამა მაშინ მე როგორც რიგითი ჯარისკაცი ვიქნები თქვენ გვერდით და როგორც რიგითი მოქალაქე იდგა მოშემშილეთა შორის ბოლო წუთამდე და ნუ მე იმ სიტუაციაში ასე ვთქვათ განარიდეს ის და თან აქვე მინდა აღვნიშნო რომ ხო ასეთი ემოციური ფონია უკვე შეტევა დაწყებულია უწმინდესი სიტუაციაშია გასაგებია იქ ჯარის რეაქცია რა იქნება გამორჩეული შესამოსელის და სახის და ფორმის ადამიანთან მიმართებაში ამ ურთულეს დროსაც კი არ დაუკარგავს წონასწორობა და მეორე მიტინგი ხო ტელევიზიის წინ იყო და იქ ძირითადად ჩვენი პარტიის წარმომადგენლები და ჩვენი მომხრეები იყვნენ და იქნებ ისინი ააყენო აი იმ სიტუაციაში კი არ დაუკარგავს მისთვის დამახასიათებელი ეს შინაგანი სიმშვიდე და გონიერება და აი კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორი უნდა იყოს ლიდერი რათვისების მატარებელი უნდა იყოს ლიდერი და ბოლომდე იდგა შემდეგ ხალხთან ერთად რაც ძალიან დასაფასებელია ძალიან დიდი მადლობა თქვენ ბატონო. მადლობა